მოგესალმებით GDS-ის მაყურებელს კვლავ მივესალმებით ქეთი, მაკა და ალექსი. ორშაბათია, როგორც უკვე ყველამ ვიცით, ორშაბათობით სამედიცინო თემას მიმოვიხილავთ ხოლმე და დღესაც ვისაუბრებთ საკმაოდ პრობლემატურ საკითხზე, რომელიც ეხებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, რომელთათვისაც ქალაქში სამწუხაროდ არ არსებობს საკმარისად მორგებული, ასე ვთქვათ, გარემო. და შეზღუდული შესაძლებლობის პირები დაახლოებით 1 მილიარდი არიან მსოფლიოში, რომლებიც აბსოლუტურად ესე იგი მოწყვეტილები არიან სხვადასხვა ხო, ჯერ მიდგომა, მათ მიმართ რეალურად აი გაეროთ ძალიან ბევრს მუშაობს და ამბობენ და ყველამ ვიცით, თქვათ რა უნდა გავაკეთოთ, მაგრამ რეალურად კეთდება თუ არა. ანუ ირღვევა თუ არა, თუნდაც საქართველოში უფლებ ჩემი აზრით ირღვევა. და სტატისტიკის მიხედვით პრობლემა კომპლექსურია და ამას მოგვარება ჭირდება. და ალექს სტატისტიკის მიხედვით სიგარების მაჩვენებელი შეზღუდული შესაძლებლობების პირებში ყველაზე მეტი არის. რადგან მათ არ აქვს ხშირ შემთხვევაში იმის საშუალება, რომ ელემენტარულად იმუშაონ მხოლოდ იმიტომ, რომ არ არის იგივე ადაპტირებულად მორგებული მათზე რაღაცა სამუშაო გარემო. თუმცა მათ აქვთ ძალიან ბევრი სხვა შესაძლებლობა და არიან აბსოლუტურად შრომის უნარიანები, უმეტესობა მათგან. ჩემთვის ეს ადამიანები ხშირ შემთხვევაში არიან მაგალითები. იმიტომ რომ ეს ადამიანები იმდენად დიდი ძალის დემონსტრირებას ახდენენ, შინაგანი ენერგიის და ძალის, რომ მართლა მათგან უნდა ავიღოთ მაგალითი, ისინი იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის. ხშირად მათი мотиваცია ცხოვრების მიმართ სიყვარული, გასმაგებულია და იბრძვიან ცხოვრებას, მოდი ასე ვთქვათ. მაგრამ ეს არის ალბათ ძალიან ძლიერი ადამიანების დამახასიათებელი, მათ შორისაც ალბათ არიან შედარებით სუსტი ადამიანები, რომელსაც სჭირდებათ უფრო მეტი ხელშეწყობა, რომელშიც ალბათ საზოგადოებამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. მოკლედ ალბათ გონით ჩვენ სიუჟეტზე გადავიდეთ, რომლის ნუკა ორჯონიკიძე მოგვიმზადა და ეს არის მაია შიშნიაშვილის ესეთი ორგანიზაცია ხელი ხელს. ეს ადამიანი გავიცანი ერთ-ერთ სემინარზე, სადაც მოყვა ეს ისტორია, ვთქვათ, თვითონ ქონდა პრობლემა, ანუ მის ბავშვს განვითარების ღრმა შეფერხება დაუდგინეს და მან გადაწყვიტა, რომ თვითონ მოეგვარებინა ეს პრობლემა. მანამდე როგორც ვიცი, იყო ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი და ანუ იღებდა მონაწილეობას სწორედ აი ამ საკითხების რეგულაციებში, მაგრამ მაინც გადაწყვიტა, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ მე თვითონ და მან საკუთარი სახლი დაუთმო ვთქვათ, აი სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებს და მოდი სიუჟეტში უფრო ზუსტად ვნახავთ. ამ ყველაფერს ვნახოთ სიუჟეტი. ორგანიზაცია არის ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია ხელი ხელს. და დავაფუძნეთ დაახლოებით 2 წლის უკან, 2 წლინახევრის უკან იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ჩემსავით ფიქრობდნენ და ერთმანეთს შევეშველეთ ამოუდექით მხარში და წამოვიწყეთ ეს საქმე. იდეა გაჩნდა მას შემდეგ, რაც პირველად შევეჩეხე პრობლემას შეზღუდული შესაძლებლობის ქონასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ჩემი შვილს აქვს ისეთი ჯანმრთელობის პრობლემები, რომ შემდგომში ის გამოიწვევს განვითარების პრობლემებს და მას არ ექნება საშუალება, შესაძლებლობა დამოუკიდებლად იცხოვროს. ანუ ყოველთვის დასჭირდება მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანი გვერდით, რომელიც დაეხმარება ცხოვრებაში. აქ მათ საშუალება ეძლევათ თავის რეალიზება მოახდინონ. ანუ ეს ნაკლებად შესაძლებელია დიდი ზომის დაწესებულებებში. აქ მათ ფუნქციები აქვთ გარკვეული. ეს არის ჩვეულებრივი ზოგ შემთხვევაში დიასახლისის ფუნქცია, ზოგ შემთხვევაში ოჯახის თავის, მამაკაცის ფუნქცია, რასაც ნებისმიერი ოჯახის წევრი აკეთებს. ანუ ადამიანი იღებს, აქ მოხვედრილი ადამიანი იღებს პასუხისგებლობას რაღაც გარკვეულ აქტივობაზე ოჯახში. ჩვენ ვაძლევთ მათ არჩევანის საშუალებას. მათ უნდა იცხოვრონ ისე, როგორც თვითონ ურჩევნიათ, როგორც თვითონ უხარიათ. ანუ აქ თვითონ არიან ოჯახის პატრონები. პირველად გავაკეთე ჯვარი. სამებს ეკლესიაში მიქონდა თაბარებდნენ. ჯვრებს ვაკეთებდი.
და მეორე დავკავდი ამ ბოთლებით და იმით, რა ვიცი, იდეა მომივიდა ესეთი. და რა არის, რისგან კეთდება? გირჩია და კენჭებია ზღვის კენჭებისგან. სვეჯგეს მაცულებისგან. ნუ ამათი საშუალებით, ამათი დახმარებით დასაქმებული ვარ და მსიამოვნებს ეს საქმიანობა. თავიდან რო ჩამოვიდა, ცოტა გაუჭირდა თამარს. როგორც შემდგომ გავიგე, იმედი არ გამინაწყენდება თუ ვიტყვი, ყოფილა თვითონ ძალადობის მსხვერპლი. აი დაახლოებით ესეთი ბურთები უნდა გავაკეთოთ. ასე გადაახვიე. სქელი რო იყოს. აი ასე. აი გამოგდეს. მიხარია. კი. მეს მიხარია რომ სრამეს აკეთებ. სრაბეთ ნიერი ვარო ვაკეთე. წყვილის ისტორია ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ თავიდან თითქოს არც ამჩნევდნენ ერთმანეთს. და რაღაც პერიოდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ირინას მოსწონს კოსტია. და ცოტა ნერვიულობდით კიდეც, იმიტომ რომ კოსტია დიდად ყურადღებას არ აქცევდა. აქ გავიცანით და არა ქუთაისში. ქუთაისში გავიცანით ერთმანეთი. და შეგვიყვარდა აქ. კი საერთოდ მაფენინებს მე ეს ამას რო არ შეუძლია მე ვეხმარებ ხეს ყველანაირად უწყობ იმიტომ რომ ბავშვებოდება და არ მინდა რომ შევაწყო სადმე უნდა გჯეროდეს მათი უნდა მისცეს საშუალება გააკეთოს ის რისი სურვილიც მას აქვს. როდესაც ამაში შეუწყობთ ხელს, საოცრებებს დავინახავთ, საოცარ შედეგებს მივაღწევთ. უნდა მივცეთ შანსი, უნდა ვენდოთ. ჩვენ დავუბრუნდით ანა გოგუაძესთან ერთად, ფოტოგრაფთან. ანა, დიდი მადლობა, რომ მოხვედი ჩვენთან სტუმრად და ჩვენ დღევანდელი თემა ალბათ მიუხედავად იმისა, რომ დღეს სამედიცინო თემა ეს ალბათ უფრო სოციალური პრობლემაა და სჭირდება ესეთი კომპლექსური მიდგომა. აი ჩვენი სიუჟეტიც ეს ქალბატონი ანუ რასაც აკეთებს ეს ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ერთად და სპეციალურად არ არქმევს მომვლელებს, ვთქვათ, მათ და ყავთ დამხმარეები, ცხოვრობენ დამოუკიდებლად. აი რამდენად არის, ვთქვათ, ეს საზოგადოებაში მასიურად ეს მიდგომა, ანუ ხო არ ჭირდება ამას, აი პირადად თქვენი გამოცდილება, პირადად მოგესალმებით და მადლობა მოწვევისთვის. ეს ძალიან ისეთია, იშვიათად ხდება ჩვენთან სამწუხაროდ და ეს დამოკიდებულებაც ადამიანებში სამწუხაროდ ისეთია, იშვიათი, მაგრამ ძალიან აუცილებელი. და რაღაც იმედი მაქვს, რომ მიდგომები იმისთვის, რომ ყველას შეუქმნათ გარემო, სადაც ადამიანები შეძლებენ დამოუკიდებლად ყოფნას, მალე შეიქმნება. და სამწუხაროდ არ არის. როცა ამ თემაზე გადავწყვიტეთ გადაცემის გაკეთება, ძალიან უცნაური იყო ეს ჩემთვის. უცნაური არა, რომ ყველა ჩვენი რედაქციის წევრს, პროდიუსერებს, რეჟისორს, ჩვენ წამყვანებს ქონდა აი ისეთი განწყობა, რომ ხო, ამაზე აუცილებლად უნდა გავაკეთოთ და სწორედ ეს არის ის, ალბათ მაგალითზე რო ვთქვი, რომ ანუ მე ვიღებ მაგალითს, ანუ ერთ-ერთი ესეთი მაგალითი გავიცანე ქალბატონ მაიასთან ერთად, მერაბ ლაბარტყავა, რომელიც ასევე 20 წლის ასაკში აღმოჩნდა ეტლში და როდესაც დაიწყო ბრძოლა ამის წინააღმდეგ და როდესაც ამ ადამიანს უსმენდი, მიხვდი რომ რამდენ რაღაცაზე ვფიქრობთ საკმაოდ ზედაპირულად და აი ამ პრობლემის მოგვარებაში საკუთარ როლს, საკუთარ ჩართულობას რატო ვერ ხედავთ, უცნაური იყო ჩემთვის. ასე რომ მგონია რომ აი ამაზე მხოლოდ ლაპარაკი არ უნდა იყოს, არამედ უნდა გადაიდგას ის ნაბიჯები და მინდა აი პირველი ნაბიჯები, თქვათ, რა შეიძლება გადაიდგას. იცი, სწორად აღნიშნე, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში კარგია, როდესაც ამაზე ხშირად საუბრობენ განსაკუთრებით ტელევიზიითაც, იმიტომ რომ
მედიას აქვს კარგი საშუალება რომ ამაზე სწორად მიაწოდოს ეს თემა მაყურებელს. არის ისეთი ფაქტები, როდესაც დამახინჯებულად წარმოჩენ საკითხს და არასწორად აშუქებენ. ხო რა, სენტიმენტალურად თითქოს. კი, ეს მგონი რაღაც არ არის სწორი ნამდვილად, მაგრამ საუბართან ერთად და გაშუქებასთან ერთად პირველი უნდა ხდებოდეს სწორად ჩვენება ამ ყველაფრის და უკვე იმ ადამიანების მხრიდან რეალური შედეგების ნაბიჯების გადადგმა, რაც ეხება ამ თემას. ეს არის როგორც ადაპტირებული გარემო, ასევე ის სხვა ბევრი საკითხი და პრობლემა, რომელიც არსებობს. იმიტომ რომ ჩვენთან რატომღაც ბოლო პერიოდში ისე არ ხომ საუბრობენ და ეს ყველაფერი რჩება მაინც თაროზე. მედი მოგხსოვთ ძალიან მალე საკითხები თაროდან გადმოიღება და ყველა ისეთი შედეგები მოყვა. მხოლოდ საუბრით. კარგია საუბარი, ნამდვილად უნდა ხდებოდეს ამაზე აქცენტება, მაგრამ მხოლოდ საუბარით საქმეს წინ ვერ გადავდგა. თუმცა შენ შემთხვევაში ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ აქტიური ცხოვრებით ცხოვრობ, აკეთებ, გაქვს შენი პროფესია, ძლიერი ადამიანი ხარ და მიუხედავად ამისა, ალბათ ძალიან ბევრ რაღაც დაბრკოლებებს აწყდები და მაინც აი რომ გამოვყოთ, რა არის ეს ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც გექნება. იცი ხშირად ვთქვამ, თუ აი შენ მაინც ახერხებ, მაგრამ მე გეტყვით, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ჩემზე მეტიც შეუძლიათ და არიან ადამიანები, რომლებიც ვიღაცებს უფრო მეც გააკეთებენ, უბრალოდ გარემო არ უწყობს ამ ყველაფერს, რომ გამოვიდნენ ადამიანები გარეთ. მე რასაც დავუშვათ ვაკეთებ და რასაც ხედავთ, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ გარემო რო იყოს ხელმისაწვდომი და მარტივად შეიძლებოდეს ადგილამდე მისვლა, იმას, რასაც ახლა ვაკეთებ, გავაკეთებდი უფრო 3-ჯერ და 4-ჯერ უფრო მეც მოვასწრებდი, იმიტომ რომ გარემო არის ცოტა ისეთი რთული. რას გულისხმობ? გარემო ანუ დამოკიდებულება საზოგადოების. არაკეთილ განწყობილი შეიძლება ესეც ვთქვათ. იცი რა არის კარგია რა მხრივ იცი რომ როდესაც დროში იწედება შენი თუნდაც სადღაც მისვლა და რაღაცების მოსწრება, იმიტომ რომ არც ერთი ტრანსპორტი არ არის ადაპტირებული. არც ერთი ქუჩა. ანუ ტექნიკურ მხარეს. კი, რა თქმა უნდა და შესაბამისად მე ვერ ხედავენ ამ ადამიანებს გარეთ და რაღაცები ესმით სხვანაირად და გონიათ რომ თუ დავუშვით ვერ დადიხარ, ესე იგი რაღაცა ძალიან დიდი ტრაგედია და ამ დროს შეიძლება უფრო მეტი გააკეთო ვიდრე დავუშვით იმ ადამიანზე მეტი, ვისაც საერთოდ ერთი შეხედვით არანაირი პრობლემა არ აქვს. და შენ ამ მხრივ ყოველთვის ძალიან ჩართული იყავი აქტიურად იგივე საზოგადოებრივ ცხოვრებაში არა გამოფენებიც ქონია ყოველთვის იღებდი ბევრს და ბევრს მუშაობდი როგორც შენი პროფესიის ადამიანი ანუ ფოტოგრაფი ჩვენ თორსების საშუალება გვაქვს რომ შენი პროექტი ვნახოთ შენ გააკეთე პროექტი ჩემიანი ერქვა თუ სხვა ფოტოებიც არის მე დილით ვეუბნებოდი ან სანამ შემოვიდეთ რომ ძალიან მომეწონა გადასარევი ფოტოებია მოდი ამ პროექტზე მოგვიყევი. ეს შენთვის ძალიან პირადი და ესეთი ინტიმური პროექტი იქნებოდა რა? ამ პროექტზე საუბრობენ რაღაც ყველაზე ხშირად. მეც გამიკეთებე რამოდენიმე გამოფენა, თუმცა ყველაზე ისეთი დახმაურებული მაინც ეს იყო. დამახსოვდათ რატომღაც ეს პროექტი მე ანიევს გულისხმობ, სადაც ლამაზი ქალბატონები ჩავსვი ეტლში და ეტლი გამოვიყენა როგორც ჩვეულებრივი აქსესუარი, სკამი და ეს რაღაცაც სხვანაირად მოხვდათ გულში რაღაც სხვანაირად კაფიო მესიჯია და ანუ კი მე მინდა ჩვეულებრივად გამომეყენებინა ანუ გლამურულ ფოტოებში ეტლი როგორც ჩვეულებრივი სკამები შეიძლება ხარ აფრი განსაკუთრებული ნამდვილად არ არის მაგრამ ქართული რეალობისთვის რაღაცა ცოტა ისეთი იყო მაინც და ალბათ მაგიტომაც დაამახსოვრე. ალბათ იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენთვის კომფორტულია უფრო რომ არ ვიფიქროთ ისეთ თემებზე. რაც რეალურად არსებობს, რაც რეალური პრობლემაა საზოგადოებისთვის და თითქოს აი ამაზე არ ვფიქრობთ, ეს ძალიან კომფორტულია. მაგრამ აი ამ კომფორტის მიღმა ვთქვათ, რა ხდება? აი ამაზე ფიქრი ალბათ აუცილებელია და ალბათ აი ეს მაგიტო იყო ეს მე თუ თავშეთ ხშირად მხედავთ გარეთ არის ძალიან ბევრი ადამიანი ის ვერ ხედავთ და ეხლა წარმოგიდგენთ ყველა ეს ადამიანი რომ იყოს გარეთ სულ რაღაც საკეთებს, რამდენი რაღაც გაკეთდებოდა, არა მხოლოდ ფოტოგრაფიაში, არამედ სხვა მიმართულებებით. ამიტომ ძალიან აუცილებელია რომ იყოს გარემო ყველასთვის. ეგო შეიძლება ვიღაცას ამ შემთხვევაში მე ესე ვფიქრობ, რა შინაგან თავისუფალი ვერ იქნები თუ თავისუფლებას უზღუდავს სხვას. ამ შემთხვევაში გამოდის ესე ჩვენი საზოგადოება არ არის ალბათ თავისუფალი და იმიტომაც ქმნის ცოტა ისეთ შებუჭილ გარემოს, სადაც
რეალობა ესეთია, ყველასთვის გარემო არ არის. და მოდით პირველი ნაბიჯები, თქვათ, რაც უნდა გადაიდგას, აი ამ გარემოს მოსაწესრიგებლად, ესე დავარქვით, გარემოს შესაქმნელად. ტრანსპორტი ახსენეთ კეთილგანწყობილი გარემოს შესაქმნელად. ხო, ეხლა ბოლო პერიოდში არის საუბარი იმაზე, რომ თითქოს უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა საბოლოოდ და შემოვა თბილისში. მაგრამ საქართველოს მხოლოდ თბილისში ხო არ არის. ეს ერთი პრობლემა და მეორე ისიც რომ ეს ყველაფერი კომპლექსურად უნდა ხდებოდეს თუ ჩვენ შემოყავს დავშეთ ადაპტირებული ავტობუსი რომელსაც შეუძლებს ვისარგებლო იმაზეც უნდა იფიქრონ რომ როგორ უნდა მივიდე იმ ავტობუსამდე და როგორ უნდა გამოვიდე სახედა ამიტომ ეს ერთი კონკრეტული არ არის რაღაცაც ერთდროულად უნდა ხდებოდეს სხვადასხვა სფეროებში და ასევე იმაზეც უნდა ფიქრობდნენ რომ დაასაქმონ და განათლების საშუალება მისცენ შეზღუდული შესაძლებლობა. ზოგიერთ შემთხვევაში ვითომ არის გაკეთებული და შექმნილი ეს ადაპტირებული გარემო, ასე ვთქვათ, იგივე ის გადასასვლელი ხიდები, რომელიც არის, იგივე მიწისქვეშა ჩასასვლელები, მაგრამ როგორც ვიცი, ის იმდენად არასწორად არის გაკეთებული, რომ იმით სარგებლობა უბრალოდ შეუძლებელია. მიწისქვეშა გადასასვლელში მე მგონი ისეთი ადამიანები დაჩევს, არანაირი პრობლემა არ აქვს, ხო? ამის წინ რაღაც სიუჟეტს უყურე და ჩვენ ადამიანები და არ ჩავდივარ, რომ არ იყენებენ სხვადასხვა ანუ მარტო იმით კარ პანდუსი არ არის იქვე ვერაფერ არა ზოგ შემთხვევაში არის მაგრამ იმდენად არასწორად არის გაკეთებული რომ იქ შეუძლებელია იმის გამო ნაკლებობის გამო ანუ ადამიანებს გონიათ რომ გახსნეს რაღაც მაღაზია მახშეთ მინახავს არა მხოლოდ მაღაზიაში ხარ ვიტყვი და მოქალაქეებს ვთქვათ რატომ არ სარგებლობ პანდუსით ამ პანდუსით უბრალოდ ვერ ისარგებლებდი ამის გამოკეთებას გონია ის მიზნით აკეთებენ ამ ყველაფერს ეგეთი გონია რომ არ არის არ თავენ იმ ადამიანებს ვინც იცის ეს საკითხი შენ როდესაც ერთხელ გაქვს ნანახი და არ იცი როგორი დაქანების უნდა იყოს პანდუსი რომ უნდა მოვაჯირდეს დეტალები უნდა დაიბარო და კითხვა ადამიანებს რომელსაც ეს ყველაფერი იცის ეს დეტალები იმიტომ რომ და სამწუხაროდ ჩვენს ქალაქში ხშირად ხედავ უკვე ესეც რაღაცებს რომ გონიათ რომ არის თუმცა იმითი ვერ სარგებლობ. და როგორ ფიქრობთ, რატომ არ მოხდა ამის გათვალისწინება? არ ეკითხებენ იმ ადამიანებს, ვინც იცის ეს ყველაფერი, თვითონ აკეთებენ. ესეც ხო რაღაცნაირად კომპლექსურია, ხო? ანუ და კითხო. გონიათ მხოლოდ პანდუსი ხო არ არის. ანუ ადაპტირება და ესეთი უნივერსალური გარემო არ ნიშნავს მხოლოდ პანდუსს. არა, კიდე სხვა ძალიან ბევრი დეტალია, ხო მარტო ეტით გადაადგილებით ხო არის, არიან კიდე უსინათლო ადამიანები და სხვა. ანუ ეს არის მხოლოდ ერთი, ეს არის თემა ძალიან დიდი, რომელსაც ძალიან ისეთ ჩაღრმავება უნდა და რაც თავია თუ ვინმე სურვილი ექნება რომ აპირებს დავუშვათ სააშენოს სახლი, გახსნას მაღაზია და ასე შემდეგ, უნდა იფიქროს იმაზე, რომ მაღაზიაში შეიძლება ვიღაცა მივიდეს. თუნდაც ერთ-ერთი. და უნდა კონდეთ საშუალება რომ ყველასთვის იყოს ეს მაღაზია ექნება თუ სახლი. რეალურად თემსოფლიოში ანუ არსებობს ეს პრობლემა და აი ამაზე მუშაობენ შედარებით უკეთესი მდგომარეობა თქვათ არის ევროპაში, მაგრამ აი თუნდაც იგივე ევროპაში არის ორგანიზაციისთვის ძალიან ასე ვთქვათ კარგი თქვათ პიარი, როდესაც ის დაასაქმებს სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს. და აი საქართველოში როდის შეიცვლება ეს განწყობა, რომ ძალიან კარგი იქნება, თქვათ, იყო ინიციატივები ქონდათ, როგორც კერძო სტრუქტურებს, სახელმწიფო სტრუქტურებს, მაგრამ შენ თვითონ თუ შექმნია როდეს მე პრობლემა, თქვათ, სადღაც გდომებია რომ დაგეწყო მუშაობა და რაღაც წინააღმდეგობას შეხვედი რომ კი, იცი, რაღაცები ყოფილა თუნდაც განათლების მიღება. ამ შემთხვევაში ძალიან სერიოზული პრობლემა არის ამას ვსაუბრობდი რომ დავინტერესდი არქიტექტურით და დიდი სამი ჩავაბარებდი არქიტექტურაზე, მაგრამ ეს იმდენ პრობლემასთან არის. მე ყველაფერს თავი უნდა დავანებოდ, რაც დავიწყე და უნდა ჩავაბარო. ხა შეუძლებელია თქო, ვერ ვიტყვი რომ შეუძლებელი არაფერი საერთოდ. მაგრამ აი თუნდაც განათლების მიღება, რომ შემდეგ დავუშვათ აი ახლა 26 წელს მომინდა დავინტერესდი არქიტექტურით და მინდა ჩავაბარო, ხო, რატომ უნდა იყოს ეს პრობლემა ჩემთვის რომ ჩავაბარო და რაღაცა ვისწავლო. თუნდაც იგივე სამსახური. აი კონკრეტულად რა პრობლემებია თუნდაც აი განათლების მიღების კუთხით? ანუ თქვენ რა პრობლემებს შეგექმნათ? კონკრეტულად იმ შენობაში საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი. თუ ეხლა კონკრეტულ ვარიანტზე ვსაუბრობ და მისვლა ტრანსპორტი გარემო ხო ხდებიან მე ახლა ისევ რომ არჩევანის წინაშე დავდექენ მე მართლა მომიწეს ყველაფერს თავი დავანებო და დავიწყოს მუშაობას თავი უნდა დავანებო და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არჩევანი გარემო არ უნდა გიტოვდეს ამ არჩევანს, შენ უნდა იყო თავისუფალი შენს არჩევანში. ძალიან ბევრი
ვარიანტი უნდა კონდეს ასარჩევად და არა ის რომ ის დავანებებ საერთოდ თავს და მეორეს დავიწყებ. გარემოში არის ეს პრობლემები და თქო და ადამიანებში. სამსახურზე რომ მკითხეთ ძალიან ცოტას ხდება იმიტომ კი არ უნდა იყვანოს თანამშრომელი და უშუალოდ რომელსაც შეზღუდული შეცდომის მქონე პირია. არამედ იმიტომ უნდა აიყვანოს ეს ადამიანი სამსახურში, იმიტომ იმას ზუსტად ისევე შეუძლია თავისი შესაძლებლობიდან გამომდინარე. კონკურსი უნდა გაიაროს და ჩვეულებრივი აბსოლუტურად მონაწილეობა. არის ძალიან ცოტა და ეს არ უნდა იყოს ისეთი პატარა ციფრი ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ არა, იმიტომ რომ ჩემი კომპანიისთვის ეს PR-ი არის და მე ამას ვიზარდ, ჩვეულებრივად უნდა იყვანოს. იმიტომ რომ მე იმიტომ აღნიშნეს, რომ როდესაც კომპანია თulis რომ ეს არის PR-ი, ესე იგი საზოგადოებაშია განწყობა შეცვლილი. მოდი ამაზე გავაგრძელოთ საუბარი ჩვენ რეკლამის შემდეგ. ახლა თუმრეთ